გადაცემას საფარი წარმოგიდგენთ მსოფლიო ბრენდი არაყი ნემიროვი. ნემიროვი, გაიმდიდრეთ ცხოვრებისკენ. გადაცემა საფარის გენერალური სპონსორია მაღაზია სალონი რივერსაიდი. საუკეთესო არჩევანი თქვენი ინტერიერის სილამაზისთვის. გადაცემა საფარის სპონსორია ბობოლი. თქვენი კეთილგანწყობა, ჩვენი მთავარი წარმატება. ჩვენ ვალამაზებთ თქვენს დღესასწაულს. სანამ პროდუქცია თქვენს ხელში მოხდება, ჩვენ ვაკონტროლებთ და ვიცავთ მის ხარისხს. ჩვენთან პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტია. ჩვენ ვზოგავთ თქვენს ხარჯებს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა საფარი და ტრადიციულად ექსპედიციის წინ შემოვიარეთ გადაცემა ქარავანში ბათუმის ქუჩა 29A. ეხლა შევიძენთ რაღაცეებს, ან უბრალოდ დავათვალიერებ კაი ხასიათზე რომ დავჭი. აბა შევიდეთ. გამარჯობა. როგორ ხართ? ჩემი მანიაკობის ამბავი აი შემოვეხეტე ის. აი ვინჩესტერებზე დამრჩა თვალი. სწორად მახსოვს გამოირჩევა ყველაზე სწრაფ სოლერი. კი ბატონო, აი ვინჩესტერი ეს არის SX3, რომელიც არის სოფლოში ყველაზე სწრაფი თოფი, ნახევრად ავტომატური. ხო. არის ერთი სროლელი, სტენდავიკი, რომელიც გაისროლა 12 გასროლა წამსა და 54 მეტრში. ეს არის რეკორდი სოფლოში. თვითონ წვენდადი სისტემაა და კიდევ აქვს სხვადასხვა ნავაროტკები, ასე რომ ვთქვათ. ხო. რომელიც ხელს უწყობს საფანს უფრო კარგად რო გაიშალოს. და უფრო კარგი ჭრება კონდეს. ჩოკია ნახევარ. ამას მოყვება 5 საფრთხელი ჩოკი, ბატონო. და ისე თვითონულად ცილინდრია? ხო, ეს ლულა თვითონ არის ცილინდრი, კი ბატონო. აი რამე. ძალიან მაგარი თოფია ეს. აქ არის პრინციპში ყველაზე მაგარი თოფები მსოფლიოში, ნახევრად ავტომატურებზე, რაც არის ყველა გვაქვს ჩვენ, რომელიც აქედან გვაკლია, ანუ ერთი მოდელი ეს არის Beretta A400, რომელიც გვექნება მალე, ეგეთ ჩამოგვივა. ესენი არის კი ბატონო. ესენი არის ბრაუნინგები, Fusion Evolve ეს Maxus-ებია, ბრაუნინგის ახალი მოდელებია. და ძალიან დახვეწეს კიდე უფრო ეს რიბჟირი ძალიან სწრაფად მოხსნადია და ამასაც აქვს იგივე სისტემები რაც Winchester SX3-ს ეს თვითონ ბრაუნინგის მოგონილია ეს სისტემები და Winchester-ი და ბრაუნინგი დაარსებიდან თანამშრომლობენ და ერთმანეთს უზიარებენ ამ ახალ მიღწევებს. ხედავთ და ახლოებით სადავართ და ხვდებით. ანუ ნადირობის ჟინს ვიკლავთ. დღეს მეთევზეთა და მონადირეთა კლუბი ოჩოპინდრე აწყობს შეჯიბრ სპორტინგში და ჩვენც აქა ვართ. სეზონამდე ჯერ კიდე შორია და ნადირობის ჟინს ასე მოვიკლავთ დღეს გავისვრით. გამოვლინდება გამარჯვებულიც იქნება რამდენიმე პოზიცია და თუმცა მე ახლა თავი რო არ მოგაბეზოთ, წავედით პირდაპირ ორგანიზატორს გავესაუბროთ. წამო ეხლა არჩევენ პოზიციებს, სად რა უნდა დაყენდეს და ნუ იქნება იმიტაცია რეალური გარემოსი რა, დაუშვათ ქათამი რო პირდაპირ ხეზე გადმოფრინდება, თებში ზოგი იქნება ტრანშეული ვარიანტი. გადმომიგდე ისე. აბა მოგესალმები კიდე ერთხელ. მოგვიყევი 2-20 სიტყვით სპორტინგი რას ნიშნავს? მაყურებელს რო აუხსნათ. სპორტინგი ეს არის სპორტული ნადირობა თევზებზე. ისეთი ნადირობა, სადაც არავინ არ კვდება რა. მოიგონეს ინგლისში 19-18, ну იყოფა აზრები, ზოგი ამბობს საფრანგეთ, ზოგი ინგლისში რა. ჩემი აზრით ბრიტანეთია მაინც სამშობლო, ალბათ ბრიტანეთი, არა მარტო ინგლისი, გათალე. ну საქართველოში სამწუხაროდ ეს სპორტი არ არსებობს. ხო. მაგრამ ну ვცდილობთ ჩვენი კლუბი ვცდილობს რომ აღორძინოთ ეს ტრადიცია ჩვენ ქვეყანაში და გამოჩნდება და ცოტა ხმამაღალი ნათქვამია საფუძველი ჩაუყაროთ. მოდი ეს საფუძველი ჩაუყაროთ მართალია. საფუძველს ვუხდით მე მგონი და ну თავი მაქსიმალურად ვისავთ უსაფრთხოების წესებს. ეხება აბსოლუტურად ყველა მონაწილეს და არა მონაწილესაც, ვინც ну უბრალოდ უყურებს მაყურებელი. ну გვაქვს კატაპულტა ხეს ესე იგი დაანგარი რომელიც მოგვაწევს და ეს არის
ადგილი ესე ვთქვათ, საქართველოში ჯერ არ ყოფილა სპორტინგის არანაირი ღონისძიება. ეს არის ჩვენი კლუბ ოჩოპინტრეს რიგით მეორე შეჯიბრი ამ კუთხით ოჩოპინტრეს ჩატარებული სპორტინგ შეჯიბრი მეორეა. ისე ვატარებთ შეჯიბრს სტენდზე. სტენდი ტრანშეული თუ მრგვალი. და მრგვალიც რა, მაგრამ ნუ გადავწყვეტეთ რომ ამ კუთხით გავაგრძელოთ ჩვენი. ეხლა ლირიკას რო თავი დავანებო და საქმეს მივხედო და თან ვილაპარაკოთ რომ მოგიყვა. ეხლა ვაკეთებ პოზიციებს. ეს არის პირველი პოზიცია, კი. ხო. ეს არის ეგრეთ წოდებული ხოხობი, ესე ქვია. ისევ და ისევ იმ ინგლისს დაუბრუნდა და დიდ ბრიტანეთს, სადაც ყველაზე პოპულარული სასროლი ესე ვთქვათ რა. ხოხობი თავზე გადმოდის. მიდი, გადმოუშერდი ვანახოთ. ხო, დავით, შენ ის გადმოვაგდები რომ მარტო ისა ლენტა. ცოტა იმას მაგონებს, კრიმინალური ისვარი ხოლმე, შემოსაზღვრული. თავარია იყოს დანაშაულის ხაზი. ესე იგი, ამას ეხლა ვაკეთებთ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ხო. სად არის? ოპა. ნუ განსხვავდება, რა თქმა უნდა, კლასიკისგან იმით, რომ საინტერესოა რა. ო, გეთანხმები იმ თვალსაზრისითაც, რომ აი ველური ბუნებაა და ყველაზე მიახლოებული იმიტაცია ნადირობის სტენდზე მაინც სპორტული კლასიკაა და ერთ ჩარჩოში. ხო. და საინტერესო, როგორც საინტერესოსაც ქვია, ნუ ვიტყოდი რომ არ არის ალბათ. გეთანხმები და რა მითხარი, ნომინაცია გამარჯვებული, ეგ როგორ ხდება ეს? გამარჯვებული. თუ აი კონკრეტულში ხოხობის იმიტაციაში საერთო ქულების. უახლოვდებით ოფიციალურ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ვაკეთებთ. ტოპები წამოიღეთ და დავიწყეთ. და ეხლა ნიკოს გავესაუბროთ. ნიკო, დიდი მადლობა, რომ ესეთ საინტერესო ღონისძიებაზე მომიწვიე. ეხლა ამიხსნა ორი სიტყვით და ძალიან საინტერესოა ისიც ვნახე პირველი თებშის გადმოფრენა და სტენდისგან განსხვავებით ის ხიბლი აქვს, რომ რაღაც აი ველურ ბუნებაში ხდება და ნუ მაქსიმალურად მიახლოებული არის, ასე ვთქვათ, რეალურს. ეხლა ეს მაინც თებში არ არის ცოტა. ბუნებრივია, ხო? მაგრამ ნუ უფრო ახლოსაა რეალურთან. სუნი ჰაერი, ბალახი და უსეზონო სიტუაციაც ისეთია, ხო? ეხლა შეიძლება სტენდზე როცა ვარჯიშობ დაევლოდო, ხო? ქარი ჩადგება, მე გაისწორ. არა, ეს არის ჩვეულები, სანადირო პირობები, როცა შეიძლება ქარიც ამოვარდეს, ჭიქაქუხილის დაიწყოს, არა, დღეს ალბათ სიტყვაც არ იქნება, მაგრამ ვაჟთვაშ ეს ისეთია რა, უფრო ცოცხალია. იარაღი ხო იცი ცოტა ეს თემა, რა, უსაფრთხოების წესები, ყველაფერი შეიძლება ზედმეტად ცოტა მკაცრით ვიყოთ ხოლმე ზოგიერთის მიმართ. არა, ჭირდება საქმეს. ხო, ეს თოფია, ჩეხოვი ხო გასულს ასევე, როცა სცენაზე თოფი კიდე ერთხელ მაინც გაისვრის. ხო, ამიტომ ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, უფრო ადამიანებს მივაჩვიოთ კულტურას, ნადირობის, სროლის უსაფრთხოებას. არავის ეგონოს, რომ ჩვენ ხა ვარჯიშობთ აქ სროლაში, რომ მე მაგრად დავერგოთ ნადირებს, არა. ძალიან კარგი, იმედია მომავალი წლისთვის კიდე უფრო ზედმეტ აპარატს შეიძენთ თუ რაც იქნება და იმედი მაქვს, რომ ეხა რუსთავშიც აკეთებენ რაღაც ავტოდრომის ტერიტორიაზე ის ინფორმაცია, რომ მრგვალი სტენდის გაკეთეს, სპორტინგის სტენდის გაკეთეს და ტრანში. ივესალმები თუ აღორძინდება ეს სპორტი თუ რა დავარ. ძალიან დიდი ისხოდა, იცით, საბჭოთა კავშირის პერიოდში. კარგი ისტორიის მქონე არის ასტენდოსობა საქართველოში და ცუდია, რომ ამის ვეღარავინ ვეღარია. ძალიან ცუდია. ეხლა რაღაც კაი ტენდენციებია, იცით, აი მინდის რაღაც აღორძინება თუ რა დავარქვათ და მიხარია ეგ ამბავი რა და მაგრამ მაინც ჯეროვნად არა სათანადოდ ვერ არის მე ვიცი. მე ყველას მეუბნებ, რომ ჯანსაღი ცხოვრება არ არის მაგრამ რაღაც ის. ჯანმრთელი ცხოვრება არის ტყეში გასვლა ბუნებასთან სიახლოვე თოფისოლა. თოფეს ჩვეულებრივ რუსულს. ტოზია? иж 27 ხო? თუ სწორად მახსოვს. დავედი მე ვაზნებს ავიღებ. სარკალური ციფრი 8. აბა ვნახოთ რა იღბალს მომიტანს 8-იანი. კი, რამინდა ჩვენთან ახლა მოსულია სტუმრად საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ავთანი ლანგულაძე, რომელიც გვეხმარება სასტენდო სროლაში, ხო? სასტენდო სროლაში, რომელიც გვეხმარება ორგანიზაციაში ერთგვარი კრიტიკოსის თვალით უყურებს რა შეცდომებს უშვებთ, რომ მომავალში და შემდგომში უფრო დავხვეწოთ და სუფთა სპორტული მივცეთ აი ამას. ნუ შარშანელთან შეფასებების ხელით დაგვეხმაროთ, სხვანაირი გაგვიკეთებინა, ცოტა უფრო გავართულით, მოკლედ. გავართულით იმ გაგებით, რომ უკეთესი გამოვიდეს და უფრო საინტერესო და გავები ავთოს თქვენის ნებართვის მისი აზრი ხო წამოწყებასთან დაკავშირებითაც ასე ვთქვათ გავესაუბრები აუცილებლად პირველი ნომრით განთესილია მეტრეველი აბა ვნახოთ რა სიზავს აძლევს ბოლო მითითებებს ორგანიზატორი უსაფრთხოებისკენ
მიუთითა დამსწრე ხალხს კიდევ ერთხელ და დავიწყეთ. ავიდა. აია, იქარა. პირველი გასროლა უნაყოფო. მეორეც მოხდა და მოხდა. აქ უკვე აზრები ორად გაიყო, ზოგი ამობს მოხდა, არ მოხდა. არა, იმას თებში. ავიდა. ოპა. არის, ბრავო. არის. ბრავო. არ იყო ცუდი გასროლა. როგორც ხედავ, თოპზე შეზღუდვა არ აქვს, ვისაც რა. სპორტინგია, უნდა შეზღუდვა არა, რაც ჩოკებში. რაც თოპში. სისტემებში. ჩვენი ვრა დაიწყო, მინდა გითხრათ. ხება მაწყინა ისევ. ზედმეტ სახელი საკმაოდ შთამბეჭდავია, ხო, კალვერა, სმოკარი ყურით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბატონი ალთანდი ვანდღულაძე, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, კინოლოგი, მონადირე და ნუ მისი რეგალიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ბატონო ალთანდი. რა სიტყვით დღევანდელ ღონისძიებაზე? ნუ რა თქმა უნდა შესანიშნავი წამოწყება არის, რაც უფრო ხშირად ჩატარდება ანალოგიური შეჯიბრება ვარჯიში შეიძლება ასე დავარქვათ, შედეგიც უკეთესია, იმიტომ რომ სუსტი სროლის დროს ძალიან ბევრია დაჭრილები, რომელიც ბუნებაში უყალოდ იკარგება და ხდება მტაცებლის უკვე მე-10 ნომერია ისვრის და რა ვიცი, მე მგონი კაი შედეგებს ცოტა არ იყოს, აი ბატონ ალთანდი დავეთანხმები, იოლი პოზიცია აჩერებს თებში, მაგრამ კარგად მიდის შეჯიბრება რა. გამაზა თებში არ დაგცემია არასოდეს. გადავდივართ მეორე პოზიციაზე. რა პირველი პოზიცია ძალიან იოლი იყო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ქარის მიმართულება იყო ისეთი, რომ რაღაც მომენტში აჩერებდა და ძალიან იოლი სასროლი იყო. ნახოთ ახლა მეორე პოზიციაზე რას ვიზამ. სოლა არ დამიწყებია, მინდა გითხრათ, ცოტა მწვენოდა, მაგრამ არა რაღაც პლანკა მიჭირავს, ახან თოფი მიჭირავს, თავს უფლებას მივცემ ეს ეფემიზმი, სიტყვა პლანკა ვახცენ. ო ბატონმა ალთანდიმა რაღაც შენიშვნები მოგცა და მერე სროლის მერე უკვე იქნება გაანალიზება და ყველას მიუთითებს ვის საშეცდომა ქონდა და შემდეგი შეჯიბრი იმედი მაქვს, რომ ბევრად ისეთი მომზადებული და მაღალი დონის იქნება, მაგრამ ნუ რა ჯობია ბუნებაში ყოფნას, გესმით? ჩიტის ხმა. ეხლა როგორი პოზიცია ესე ვისვრით? ამ პოზიციას პირობითად ქვია გარეული ქათამი. ანუ ჩვენ ვიქნებით ამ ხეების იქით მხარეს და ზუსტი ადგილი არ გვეწოდინება საიდან გადმოფრინდება. საკმაოდ საინტერესო პოზიცია ქათამი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ტრაფეის სახეობა. ალვერ ვინ ჩემაგივრათაც ესროლება. თებში რო ცვივა აქ და მაგაზე რო არავინ არ ზრუნავს, ეკოლოგიურად არის სუფთა, იმიტომ რომ არის თიხისგან და ეს არ დარჩება. აქ ეს არ არის პოლიეთილინი და პლასტმასის ბოთლი რო აქ დარჩეს. ამიტომ მაგაზეც ნაფიქრია რა, ეს თებშების შემადგენლობა არის თიხის და ეს გავა მიწაში ცოტა ხანში. ეს მეორე პოზიცია ოდნავ რთულია, ხო? ეს ოდნავ რთული არის კი. მით უმეტეს ვერ ხედავ თებშის გამოსვლის ადგილს, ტყეში აი რომელი ადგილიდან გამოვა. ამას დამატებული ხარი არის. და ნუ მიახლოებულია სანადირო სიტუაცია. სუფთა ქათმის შევადარეთ ამას. ამის ჯერეთი პირველ პოზიციიდან ხედავდი საიდან მოდიოდა თებში. აქ რომელ მომენტში გამოვა ვერ ხედავ მაგას. მაგ ქარი საიდან იქნება მაგ მომენტში და ბევრი ფაქტორებია. მესამე პოზიცია რა იქნება? მესამე პოზიცია ალბათ შენგან იქნება. აი, მწყერის. ეგრე რო დავყო პირობითად. ქათამი მწყერი. პირველს რას მიამსგავსებდი? პირველს მე მგონი ინგლისური ხოხობი ქვია მაგ პოზიციას. აქაც ქარის ფაქტორი. მოდი ჩვენ კოლხური დავარქვა. ხო.
ხო იცოდი რომ იმ ხოხობის ლათინურ სახელწოდებაში პირველი აბრევიატურაში არის კოლხოს. მე ეხლა ხანს გავიგე, არ ვიცოდი. და საკმაოდ ისეთი პოპულარულია იმ თვალსაზრისით, ხო, ნუ აი იქაური მონადირეები, გურმანები, ასე ვთქვათ, ის ყურადღებას აქცევენ, რომ ენდემური ჯიში იყოს და რახან კოლხოს, რახან წარმოშობით აქედანა მაგარი მოთხოვნა გაჩნდა. მეორე იგივე კოლხეთს უკავშირდება, რა თქმა უნდა, და ფოთის ძველი სახელწოდება არის ფაზისი. ხო, ვიცი. და ფაზან მოდის ფაზისიდან, რომ კოლხური ენდემური ჯიში იყო და ევროპაში გავრცელებული ხოხვის წინაპარი არის ქართველი ძალიან დიდი მოთხოვნილება ტურისტულ ფირმებს ველაპარაკე და იქ საფარის გამოფენა რო იყო ლას-ვეგასში, იქ ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო წელს კოლხეთის ამ საქართველოში ნადირობაზე რა და კერძოდ ხოხებზე. ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით 22 საათზე ევრო 2012-ის ვიქტორინა უნიკალურ შანსს ისწევა. მოусმინე ვიქტორინაში დასმულ კითხვას. პირველმა გამოაგზავნე სწორი პასუხი, ან გამოაგზავნე ყველაზე მეტი SMS-ის სწორი პასუხი და მოიგე უამრავი პრიზი. 1 ივლისს კი დოლარის საშუალებით გამოვლინდება სუპერპრიზის. Hyundai i10-ის მფლობელი. ჩაერთე საფეხბურთო ციებსკელებაში. პირველ არხზე. ვიქტორინას წარმოგიდგენთ Hyundai Sonata. ვიქტორინის სპონსორია OK. შეიძინეს Samsung-ის კონდიციონერები თვეში 123 ლარიდან. უფასო ინსტალაცია ერთ თვეში. მხოლოდ OK-ში. 8 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით. დღეში ორჯერ 22 საათზე და 0 საათსა და 35 მინუტზე. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მიმოხილვა დავით მინაშვილთან ერთად. არ გამოტოვოთ თამაშების საინტერესო მომენტები. მოусმინეთ მოწვეულ სტუმრებს. გაეცით დასმულ კითხვებს სწორი პასუხები და მოიგეთ მრავალფეროვანი პრიზები. ჩაერთეთ საფეხბურთო ციებსკელებაში. პირველ არხზე. ევროპის ჩემპიონატის მიმოხილვებს წარმოგიდგენთ ლუდი ნატახტარის ყველაზე ინოვაციური გათამაშება. მიირთმის საყვარელი ლუდი და იპოვეთ პრიზი თავსახურში. Play.com ევრო 2012-ის მიმოხილვების ოფიციალური სპონსორი. თამაში იწყება აქ. ევროპის ჩემპიონატის მიმოხილვების სპონსორია Coca-Cola. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მიმოხილვის ოფიციალური სპონსორია Soccer Energy Georgia. ზღოლების საყურადღებოდ, ყოველთვის, როცა გზაზე ხედავთ ზებრას, გთხოვთ გახსოვდეთ, რომ უნდა გაჩერდეთ სტეკ ხაზთან და გაატაროთ ფეხით მოსიარულეები. დაიცალეთ წესრიგი, ეს ელემენტარულია. ჰარმონიული ოჯახი ჯანსაღი მომავლის საფუძველია. სახელმწიფო გმობს ძალადობას ოჯახში. დახმარებისა და კონსულტაციისათვის მიმართეთ სახელმწიფო ფონდის ცხელ ხაზს 2-309-903. შაბათს ღამის 12 საათზე იმგზავრე ავტოპილოტთან ერთად. დავით მესხიშვილის საავტორო გადაცემა თქვენი უსაფრთხოებისთვის.
დაიცავით თქვენი სახლი დაცვის პოლიციის თანამედროვე სიგნალიზაციით. ჩაერთეთ აქციაში ბინას პლუს აგარაკი და რეკეთ 125-ზე. გადაცემას წარმოადგენს დაცვის პოლიცია. გადაცემა ავტოპილოტის გენერალური სპონსორია გერმანული ძრავის ზეთი ბიზოლი. დამზადებულია გერმანიაში იდეალურია ქალაქის პირობებისათვის, გადატვირთული მოძრაობისათვის. ნუჩერდები, იმოძრავე. გერმანული ძრავის ზეთი ბიზოლი. გადაცემის სპონსორია Toyota ცენტრი თბილისი. იმგზავრეთ მშვიდად. თქვენი სიცოცხლე დასხვეულია. გადაცემის პარტნიორია გურჯაანის ნაყინი. საუკეთესო ნაყინი ყველასათვის. მიირთვით და ისიამოვნეთ ლიდერი ბრენდი გურჯაანის ნაყინი. მეორის მიყოლება რომ მინდოდა დაინახე. არ მეგონა რომ გააკეთე. მეორე პოზიციაც მორჩა და გადავდივართ მესამე პოზიციაზე. ამბობე ყველაზე რთული მესამე პოზიცია იქნებაო. ნახოთ, რაც უფრო რთულია, მით უფრო საინტერესოა და ძალიან კარგად მინდის ჩვენიერი დღე არის, მინდა გითხრათ. მესამეს პირობითად რას დავარქმევ? თუ პირველი ხოხობი იყო და მეორე ქათამი. ეს პოზიცია არის როცა უკენდან მოდის თებში, თავს ზემოდან გადადის. მწყერთან არის მიახლოებული უფრო თუ იხვი თუ რა დავარქვათ პირობითად. ჩვენი ნება. ვინა ქედანი და დაარქვი ქედანი. უნდა რომელიც მოდის უკნინელ მომავალი ქედანი. ეხლა ამ ორ პოზიციაზე ასე ვთქვათ, ყველა მსროლელი ხედავდა თებში, როცა ასე ვთქვათ, პირველი მოდიოდა პირდაპირ, მეორე მოდიოდა მარცხნიდან მარჯვნივ გადადიოდა. ამ პოზიციაზე თებში გადმოვა თავს ზემოდან. ნუ კაკო რთული პოზიციაა. მე ვიტყოდი რომ ჩემი საყვარელი. ხო, იცი რა არის, გაწაფულობის სქემაა ეგ, თორე ისე რო გითხრა, ეხლა საკმაოდ მოუხერხებელია, როცა ტრაექტორიას ვერ ხედავ, მე ქვევით ჩამოდის. და ყველა გადაცემაში შენ თუ აკვირდები ეკოლოგიაზე მაქვს ხოლმე, აი რაღაც აქცენტი, რომ ნაგავი არ დატოვონ და მოგეხსენება რომ ცოტა არ იყოს დაბალი კულტურა გვაქვს მაგ ამბებში, აი თბებზე იმაზე. კაკაგვარია დაბალი კულტურა გვაქვს. ეს ხო, არ ვიცი ეს რა რისიბრალია. ხო, ნუ მაიგ დისკურსი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჩვენ ის ვქნათ რომ რაღაც მაგალითი მივცეთ. არა, ჩვენ ახლა ვაზნერს ასე ვთქვათ, ვაგროვებთ, ხილზაც არიელ მასრასაც კი არ ვტოვებთ. ავი, შემდეგ თუ დარჩებით, ასე ვთქვათ, ნახავთ როგორ ავკრიფავთ თებშებსაც, დარჩენილ თებშებსაც. ყოველთვის მე ჩემ ნაგავს აი ერთი ნამწვირვა თებში არ არის ასე ვთქვათ, ეკოლოგიურად ცუდი იხსნება ჩვეულებრივად. ხო, ვიცი, თებში თიხისგან არის შემადგენლობა და მაგის დატოვება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ეკოლოგიისთვის. პლასმასი ყოველთვის ასე ვთქვათ მიგვაქვს. ხო, ყველაზე ძნელად. და არა მარტო აქ. სადაც მივდივართ ჩვენი ასე ვთქვათ გუნდი, ძალიან ბევრი ნაგავით გუნდებით მე ქალაქში ვიყო. ხო, მეც ეგრე ვარ. სვის დატოვებულსაც კი. ხმები გეთა. პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართლები და ეგ სიმართლე უდევს საფუძვლად კაცის ცხოვრებას, მე თუ მკითხავ. თუ საკუთარ თავთან მართალი ხარ. ესეც მესამე პოზიცია უკვე. ყველა ჩასული პოზიცია. წერზე კიდე აი გადამწყვეტი პოზიცია როგორც ხდები და ყველაზე რთული რასაც უყურებ რა. მართალია ვიძახი მიყვარს ეს პოზიცია, მაგრამ მივხვდი რომ აქ ეს ტოტები და ამბები გამიხსოვს. ეს რთულია, პოზიცია და აზარტული. აი ვისაც ისეთი შედეგი ქონდა, ვისაც უკვე რამდენიმე აცდენა გააკეთეს. ისაც სტაბილური გასროლები ქონდა სხვა პოზიციებზე, ამ პოზიციებზე, ვთქვათ ისეთი არის. იცი რა, აქ სტრაფსოლას მოითხოვს, ხო, მივხვდი. მალევე იმალება მე რა. ნუ როგორც ვიცი, თქვენი შვედი სტუმარია და პირველად არის მსგავს ღონისძიებაზე და საკმაოდ კარგად ისროლა, მინდა გითხრა, რომ კითხოთ რა შთაბეჭდილებები მიიღო. That's my first time with this Okopinte group. It's really good. Nice people. და მე მგონი რომ დაბრუნდება სამშობლოში, იქაც განაგრძობს დიდი იმედი მაქვს ნადირობას. ხო, აი, ნასია გამოიხე ლივლაში.
ვისროლე და 1. მესამე დაუწმე შვედს თომას. მორჩა შეჯიბრი. აი ადრენალინის საჭირო დოზა მივიღე. მიჭრის კიდე თვალი რა. ნორმალურად ვისროლე ახლა. ბევრად ჩემზე კაი სროლელები იყვნენ, მაგრამ არ დავკომპლექსდი, ეგეც ხო საქმეა. ხო და რა ვიცი, ახლა მივიდივართ, უკვე ვიშლებით, შედეგებს გამოვაცხადებენ, გამოვლინდება გამარჯვებული და მე მგონი კაი დღე გამოგვივიდა რა, მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. ნადირობის ჟინი რამდენადაც შემეძლო მოვიკარე. ის ისროდა, მაგრამ კალვერა. ბოლო პოზი და ის შვედმა გამაოცა, კიდე პირველად ვისროლე, მე მგონი მოიტყუა, იმიტომ რომ პირველად სროლისთვის საკმაოდ კაი შედეგები აჩვენა რა. პირველი ადგილი დაიკავა ბატონმა ირაკლი ნარსიამ და რასაც ორი და გული გულოცავს. უნდა დიახე. ნარსიაო, დამსახურებულად გაიმარჯვა სიმკაცრეში და ყოველგვარი მომატების ხულების გარეშე. ჩვენ ირაკლი ნარსიას გაეხარდება. არეგონოს კიკალა სტუდიასო ჩაწყობილია, მართლა ალალად გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა. ასევე ჩვენი, რა თქმა უნდა, კუბელი დაზა კაკავა, რომელსაც ასევე მოგლოცავთ. ჩალო. ბატონი გიორგი მეტრეველი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანახმარუმელი თანაკლუბელი, რომელიც გახდა მესამე ადგილის, ასევე საპატიო მესამე ადგილის. მეგობრებო, მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ მშვიდობიანად ჩაიარა დღევანდელმა ღონისძიებამ, არავინ არ დაშავებულა, არავინ არ ესე ვთქვათ, არ დაზარალებულა და შემდეგში აუცილებლად ჩავატარებთ ამნაგვარ ღონისძიებას. და მადლობა, რა თქმა უნდა, გადაცემა საფარის, რომელიც აშუქებდა დღევანდელ მაყურებელსაც დიდი მადლობა, რომ გაგვიძლო და გვიყურა. ყველაფერი კარგი, მალე მთავრდება ყველაფერი ცუდიც. მომავალ შეხვედრამდე, კარგად. გადაცემას საფარი წარმოგიდგენთ მსოფლიო ბრენდი არაყი ნემიროვი. ნემიროვი, გაიმდიდრეთ ცხოვრებისკენ. გადაცემა საფარის გენერალური სპონსორია მაღაზია სალონი რივერსაიდი. საუკეთესო არჩევანი თქვენი ინტერიერის სილამაზისთვის. გადაცემა საფარის სპონსორია ოპოლი. თქვენი კეთილგანწყობა, ჩვენი მთავარი წარმატება. ჩვენ ვალამაზებთ თქვენს დღესასწაულს. სანამ პროდუქცია თქვენს ხელში მოხდება, ჩვენ ვაკონტროლებთ და ვიცავთ მის ხარისხს. ჩვენთან პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტია. ჩვენ ვზოგავთ თქვენს ხარჯებს.